მოგესალმებით, მე ლელა ვარ. 30 წიგნით დაგიბრუნდით. ამჯერად შევარჩიე თანამედროვე ესპანურენოვანი საბავშვო ლიტერატურა აგუსტინ ფერნანდეს პასის მეკობრეთა სკოლა. თარგმნელი არის თინა ბატიაშვილი, ხოლო წიგნი გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. ამ წიგნზე ფიქრისას ორი ფრაზეოლოგიზმი მახსენდება: გულზე მალამოდება და გულის მოფხანა. სწორედ ამგვარი ემოციები აღმიძრა წიგნის წაკითხვის შემდეგ. და ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი არის 9 წლის მარტა. სიუჟეტი ვითარდება გალისიაში, ერთ-ერთ სოფელში, სადაც გაბმულად წვიმს. მარტა დედის ერთა გოგონაა და წიგნის დასაწყისში უყურება ფანჯრიდან და დედასთან საუბრობს. ძალიან საყვარელი დიალოგი აქვს დედაშვილს. იმდენი ხანია წვიმს, რომ შეიძლება ლაყუჩებიც კი ამოგივიდეს და თევზად გადაიქცეო, დედა ეუბნება და მარტა იწყებს ოცნებას, მას სურს ასეთი რამ, როგორ მინდა ჯადოქარი ვიყო, გაიფიქრა გოგონამ, ქალთევზად გადავიქცეოდი და მდინარის სათავემდე მივიდოდი. იქ მორევი ზღვის სიღრმეში შემიყვან და სადაც ნამდვილი ქალთევზები ცხოვრობენ. ფანტასტიკური იქნებოდა. ამ დიალოგის შემდეგ, რომელიც სკოლაში წასვლამდე გაიბა დედაშვილს შორის, ასეთი რამ ხდება. მარტას დედას მიხავს გოგონა სკოლაში, ტოვებს და შემდეგ უკვე სკოლის სიტუაციას ვეცნობით. ანა მასწავლებელს, რომლის გამო მარტას უზომოდ უყვარს სკოლაში სიარული და ერთი დღის გაცდენაც კი არ უნდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა სკოლაზე წარმოდგენა მისთვის, რაც ანა გადმოვიდა მის სკოლაში და მარტას საშინაო დავალებების სახალისო მრავალფეროვან საქმიანობად იქცა. ანა მასწავლებელი შემდეგ უკვე კლასში შემოდის კლარა, დირექტორი და ანა მასწავლებელს ხმამაღლა კაცრი ტონით საყვედურობს, რომ ის პროგრამა მისი მოსწავლეები პროგრამას ჩამორჩნენ, ადარებს პარალელური კლასის დამრიგებელს, დამიანს და მის მოსწავლეებს და ანა ეუბნება, რომ ძალიან აინტერესებს ბავშვებს ის კონკრეტული თემა, რომელიც მათ დიდი დრო წაიღო და დიდი დრო დაუთმო და ამიტომ საჭიროდ არ მიაჩნია, რომ მალე დაესრულებინა ეს პროცესი თავის მოსწავლეებთან. კლარა ამასაც დაუპირისპირებს თავის მოსაზრებებს, კაცრი ტონით ეტყვის, რომ შეახსენებს, რომ ზღაპრებისთვის კი კარგად გრჩება დრო და ერთი სიტყვით საშინელ გუნებაზე დააყენებს ამ უსაყვარლეს მასწავლებელს, კაცრად გაიხურავს კარს და გავა. ბავშვები ამოისუნთქავენ ეს ქალი, რომ დატოვებს საკლასო ოთახს და შემდეგ შენიშნავენ, რომ ანა, რომელიც მოთმინებით პასუხობდა კლარას და წყიბზე იყო მისი მოთმინება, გაბრაზება მოიცავს ამ მასწავლებელს და კაცრად პასუხობს ბავშვებს, თითქოს კლარას სული ჩაუსახლდაო ამ მასწავლებელს. მარტას ყავს მეგობარი, ბიჭი და ერთი სიტყვით დანიელი, ისინი აკვირდებიან ანა მასწავლებელს და ელოდებიან, როდის გადაულის ბრაზი, ფანჯარასთან დგას ანა მოწყენილი და იყურება გარეთ და მასთან მივა მარტა და ეტყვის კითხავს, რომ რას იფიქრებდით, ნავზე ცხოვრება თუ მოგეწონებოდათო. ანა მასწავლებელი ეტყვის, რომ ისე არ აიწევს წყალი, წვიმის გამო, რომ ნავები დაგჭირდეს, თუმცა 30 წლის ხდები და საინტერესო თავგადასავლაზე უარს არ ვიტყოდიო. და ბავშვებმა შენიშნეს, რომ გაბრაზებამ გადაუარა ანა მასწავლებელს. აი მერე იწყება უკვე უცნაური და უჩვეულო მოვლენები, სკოლა გვერდზე გადაიხრება, მდინარე წყალი ადიდდება, მდინარე იქცევა, სკოლა დაიძრება და მიჰყვება დინებას. ეს ყოველივე თავს არ დასცემს სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით დირექტორს და მის სასწავლო ნაწილი ჩანს ასევე დირექტორთან ერთად და მისი თანამოაზრი არის, არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს და კიდევ
სინათლეზე მეტი მასწავლებელი არ გამოდის დანიელისა, დამიანისა და ანას გარდა, ესე ავტორის ხვებს ახლოდან არ გვაცნობს. თუმცა სიტუაცია მკვეთრად იცვლება ამ ყოველივეს ფონზე. ერთი სიტყვით რის შესახებ არის ეს წიგნი და რატომ ვახსენე გულის მოფხანა და რატომ გულზე მალამოს მოდება. ანამ აქ მწერალი ამბობს, რომ ანა მასწავლებელი თulis მას პროგრამა და მიზნები დიდად არაფრად არ მიაჩნდა და ისე იქცეოდა, როგორც საჭიროდ თვლიდა, უყვებოდა ზღაპრებს, ასწავლიდა გარკვეულ თემას იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც სჭირდებოდა და ერთი სიტყვით თავისი მყარი გადაწყვეტილებები და მოსაზრებები ჰქონდა სწავლებასთან დაკავშირებით. ხოლო დამიანი მისი კოლეგა, რომელიც პარალელური კლასის დამრიგებელი არის, სრულიად განსხვავდება ანასგან, ის ზედმიწევნით მიჰყვება პროგრამას და აქ მწერალი ამბობს, რომ მისი კლასიდან გამოსული მოსწავლეები უსიცოცხლო სახეებით იყვნენ უხალისოები, არ უყვარდათ სკოლა და ოცნებობდნენ ანას კლასში გადასვლაზე. აქ ჩვენ ხომ ამ კლარა არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი და მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი მასწავლებლებისა და დირექტორების წასაკითხია და მე ძალიან კარგი იქნება თუ ერთად გაარჩევდნენ ამ წიგნში წამოჭრილ პრობლემებსა და საკითხებს, მიაქცევდნენ ყურადღებას, ჩაუღრმავდებოდით საკუთარ მოსაზრებებს, საკუთარ თავს და ვისაუბრებდით, დიალოგი გვექნებოდა ამ წიგნის ირგვლივ. კლარას ეძახიან მის ტრანჩბულს, თუმცა მან არ იცის ვინ არის ეს, რადგან საბავშვო ლიტერატურას არ კითხულობს. მის ტრანჩბული არის როალდ დალის წიგნის მატილდას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სკოლის დირექტორია, ასევე კაცრი, როგორც აღვწერე გავს კლარას, კიდევ უფრო სასტიკი არის მის ტრანჩბული და საერთოდ მართვა არის ძალიან რთული და ბოლოში ამ წიგნს დართული აქვს ძალიან საინტერესო მონაკვეთი. დახასიათებები არის პერსონაჟების და აქ ამოვიკითხე, რომ კლარას თავდაპირველად ძალიან უყვარდა თავისი საქმე, მაგრამ მერე თანდათან თითქოს გული გაუქვალდა, ასე წერს მწერალი და ოცნებობს ეს დირექტორი, რომ გახდეს რომელიღაცა საბჭოს, რომელიღაცა დაწესებულების დირექტორი, უფროსი. ერთი სიტყვით აქ ჩანს, რომ ეს ქალი ამბიციების ტყვე გახდა და მართვამ თავგზა აუბნია. სრულიად მიუღებელია მართვის ის ფორმები, რომლებსაც კლარა მიმართავს და იმიტომ ვახსენე მართვა, რომ შესაძლოა დამრიგებელი იქნება მასწავლებელი, დირექტორი, კიდევ უფრო მეტად, ვისაც უფრო მეტი აუდიტორია ხავს ხო სამართავი. ოქროს ბეწვის ხიძე არის, ოქრო რაღა იყო, ბეწვის ხიძე არის გასავლელი, რომ არ გადავაჭარბოთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს და გუნდში შევქმნათ ისეთი განწყობა, რომ ანასნაირ მასწავლებლებს არ ქონდეთ სული შეხუთვის განცდა. ხო, კარგი მესიჯები არის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის. ანა მოგანდომებთ, რომ კიდევ უფრო თავისუფალი გახდეთ, კიდევ უფრო მეტად იყოთ ბავშვებისთვის საყვარელი მასწავლებელი. ბავშვებისთვის საყვარელი მასწავლებელი როგორ შეიძლება იყოს, თუ კი ამ კითხვას დავსვამთ, ჩემი აზრით, თუ კი მათ სიხარულზე ვიზრუნებთ და დავაკვირდებით თუ რა უხარიათ, აი უცბად რომ გაეღიმებათ ხოლმე და თვალები აენთებათ. აი ამ ემოციებს თუ გამოვიწვევთ ცოდნის გადაცემასთან ერთად, მე მგონია რომ მათ გულებს მოვიგებთ და სწორად მოვიგებთ. ხო.
კიდევ მინდა გავამახვილო ყურადღება წარმოსახვაზე. ბოლოს პარანორმალური მოვლენების ცენტრიდან მოვა ერთი ქალბატონი და იკვლევს თუ რამ გამოიწვია ეს მოვლენა და ერთი სიტყვით ის დაასკვნის ეს ქალბატონი აღმოაჩენს ამ გამოკითხვის საფუძველზე ბავშვებისა და მასწავლებლების გამოკითხავს მასწავლებლებს და აღმოაჩენს რომ იმ დილას დაახლოებით 17 ადამიანმა და მსგავსი რამ გაიფიქრა, იოცნება, მსგავს რამეზე იოცნება. და ბოლოს ესეთი გზავნილია აქ, რომ მინდა რომ წაგიკითხოთ წარმოსახვას როგორი დიდი ძალა აქვს. და ანას ეუბნება ესეთ ძალიან შთამბეჭდავ სიტყვებს, რომ ჩემი აზრით თქვენ ხართ ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ეს ყოველივე გამოიწვიაო და ბრჭყალებში წერია საშიშს უწოდებს, საშიში პიროვნება ბრძანდებით, რადგან ამდენი ბავშვის აყოლიება შეგიძლია, თუმცა თქვენ აიყოლიეთ ისინი თუ მათ აგიყოლიეს თქვენ, ეს კიდევ დასადგენიაო. მოდი წაგიკითხავთ ამ პასაჟს. შეუძლებელი რომ არაფერი ამას უკვე ვხედავთ. თუ არ ვცდები, სწორედ თქვენ ხართ ის ძრავა, რომელიც ამ შენობას ამოძრავებს. წარმოსახვას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე გვგონია. სინამდვილეში ეს ერთადერთი ძალა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია. მით უმეტეს თუ ადამიანები შეთანხმებულად მოქმედებენ. შემდეგ ყურადღებით შეხედა ანას და ღიმილით დაამატა. თქვენ საშიში პიროვნება ხართ მეგობარო, ერთ რამეს ვერ ხვდები. ეს ყველაფერი მოსწავლეებს თქვენ ჩააგონეთ თუ პირიქით, მათ ჩაგაგონეს. თუმცა ამ შემთხვევაში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ანას შესახებ აღწერაში ასეთი რამ მოვიკითხე, რომ ის ფიქრობს დღიურში ჩაწერა, ასეთი რამ, ხოლო სკოლა შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს სამყარო. თუ კი მასწავლებლებს არ გვჯერა სკოლის ძალის, არ ვიცი, ალბათ გაგვიძნელდება ჩვენი საქმის კეთება. მეც ვეთანხმები ანას და გამახსენდა მალალა იუსაფზაის სიტყვები, რომ ერთ კალამს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს სამყარო შეცვლა შეუძლიაო. ეს სიტყვები, რომ ამოვიკითხე 2015 წელი იყო და უწერაში ვიყავი, ჩამოსული სკოლაში მასწავლებლად პირველი წელი იყო და სუცხარეცრემლი დამენამა სახე იმდენად დიდი გზავნილი და დიდი ძალა იყო ჩემთვის მალალას სიტყვები. მართლა ძალიან ბევრი ბავშვის ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია და ბოლოს რომ დავასრულეს ამ წიგნის კითხვა, ცრემლები მომდიოდა და გამეღიმა, სასწავლო წლის დასასრული იყო მახსოვს და რომ ბარათები რომ გადავშალე ბოლო გვერდზე, ასეთი ბარათები დამხვდა. და მე ვიღიმოდი და ჩემი მოსწავლე წერდა ასეთ რამეს. ლელა მასმა გაიღიმა, ლიზი წერდა. ეს ბარათები მოკლედ გეტყვით, რის შესახებ არის, ბავშვებს ძალიან სჭირდებათ დავაფიქროთ ხოლმე იმ მოვლენებზე, რაც გაუხარდათ. და ერთ-ერთ ასეთ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, ვთხოვე ჩემი სადამირგებლო კლასის მოსწავლეებს, რომ ბარათებზე დაეწერათ ერთი რამ, რაც იმ დღეს გაუხარდათ და აი სწორედ ეს ჩანაწერები ჩამიდია წიგნში. ხშირად პოულობ ხოლმე წიგნში ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებს, გამხმარ ყვავილებს, ჩემი შვილების წარწერებს და ეს ყოველივე კიდე განსაკუთრებულ ამბავს განსაკუთრებული ამბავია ხოლმე, გარდა იმისა, თუ რის შესახებ არის წიგნი ჩემთვის. და აი რომ ვიღიმოდი, ანამასწავლებლზე ვფიქრობდი თავისუფლებაზე და იმაზე თუ რა ამბებს დაატრიალებს ანა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ წინააღმდეგობას გაუწევს ამ დირექტორს და მოკლედ აიყოლიებს მთელ კოლექტივს. და აქვე ჩანს კიდევ აი ასეთი დირექტორების საქციელი, როგორები არიან, როგორი იცვლება მათი ქცევა, როდესაც ვთქვათ, აი განათლების სამინისტროდან მოვლენ, აქაც ჩანს ზუსტად მსგავსი რამ, რომ როდესაც გამოჩნდება განათლების სამინისტროდან ადამიანი, სულ სხვაგვარად შეიცვლება ამ კლარას მეტყველება, ტონი, უკან დაიხევს და გულდასაწყვეტია, ხო, ასეთი არასტაბილური ქცევა შენი ხელმძღვანელისგან.
მოკლედ ხო, აი ანა არის მაგალითი იმისა, რომ თითოეულ მასწავლებელს ძალიან დიდი ძალა აქვს და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა საშუალებას გვაძლევს და სულ გვეუბნება, რომ თავისუფლები ვართ, ეროვნული სასწავლო გეგმა კი არის ჩვენი ესეთი მთავარი საბუთი დოკუმენტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და რომელსაც უნდა მივყვეთ. ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად გადავწყვიტოთ პროგრამასთან ერთად, ვთქვათ, რა წავაკითხოთ. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიქცევი და არავინ არაფერს არ მიკრძალავს, არ მჭირდება გავსი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ვფიქრობ, რომ კარგად ხედავს სასკოლო საზოგადოება, რომ ბავშვები ბედნიერები არიან. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. კიდევ რა მინდოდა მე თქვა, წიგნის დასაწყისში ასეთი წარწერა არის. აქ შავით თეთრზე სხვა კანონები მოქმედებს. ვისლავა შიმბორსკა წერის სიხარული, ასეთი ამონარიდია და სწორედ ეს წარწერა რომ წავიკითხე, მუშაობდი სტატიაზე სახელად წერა ყველა ბავშვს შეუძლია და ესეთი ძლიერი გზავნილი იყო მე ამ სტატიაში სწორედ ეს წავუმძღვარე წინ დასაწყისში, რომ მართლაც წიგნს, რომელზეც შავით თეთრზე წერია, ძალიან დიდი ძალა აქვს და იმედი მაქვს, რომ მინდა რომ ძალიან ბევრმა მასწავლებელმა და დირექტორმა წაიკითხოს ეს წიგნი, აგერ უკვე სექტემბერი გვიახლოვდება და განახლებული განწყობით დაიწყოს სკოლაში მუშაობა, სკოლაში, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია და აი ამ ძლიერი გზავნილით ამ წიგნზე საუბარს დავასრულებ და გაჩვენებთ ბალიშის პირს, რომელიც მოვხატე, ჩემი მე-7 კლასელი მოსწავლეთვის, ახლა უკვე მე-7 კლასში არიან და წარწერა არის ამგვარი, ყველაზე მეტად ანა მასწავლებლის მოყოლილი ზღაპრები უყვარდა. მარტაზე არის საუბარი და თქვენ თუ იცით რა უყვართ ყველაზე მეტად თქვენს მოსწავლეებს თქვენი საგაკვეთილო პროცესიდან, სწავლების მეთოდებიდან. შეიძლება ასეც დავიწყოთ ჩვენი პირველი დღე ბავშვებთან, რომ პატარა კვლევა ჩავატაროთ და დავაწერინოთ, რომ რა უყვართ ყველაზე მეტად და მერე გავითვალისწინოთ. აქ კი ჩემი წლისა და 4 თვის ბიჭის მაიმუნობა არის ასახული, მაგრამ არ გაუბრაზებულ ვარ, ფიქრობ, რომ მოუხდა და ვისაც ამ ბალიშს ვაჩუქებ, ვიცი, რომ გაიღიმება, როცა ამას ვეტყვი, რომ ჩემმა ბავშვმა, ჩემმა ბიჭმა ესე შემოგვივარდა მე და ლილეს და ესე დახატა ფუნჯით. ლილე დამეხმარა ჩემი 6 წლის გოგო გაფერადებაში და ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა ეს ბალიშის პირი. ძალიან დიდი მადლობა თინა ბატიაშვილს, ჩემს მეგობარს ამ წიგნის თარგმნისთვის, სულაკაურის გამომცემლობას და მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით.